სასაზღვრე სოფელ წითელუბანში ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა 19 წლის ვასილ ხიდაშელი დააკავეს. ხიდაშელი სოფლის განაპირას თანასოფლელთან ერთად პირუტს მწყემსავდა. გადაყვანილია თუ არა დაკავებული წინაგარას ბაზიდან ცხინვალის იზოლატორში ჯერჯერობით უცნობია. დილით გავიდა. დღის 12 საათზე წაიყვანა ჩემი შვილი ცხინვალში, რუსებმა. მარტო იყო თუ ის ნიმის? ნორნი იყვნენ. ერთი რავი გამოვიქეციო თვითონ როგორც ხება. ჩემი ბიჭი წაიყვანეს. თვითონ რა ვიცი, სამნი ყოფილა რავი, დამალულები იყვნენ რავი, ბუჩქებში თუ რა. დარეკეს, რომ ბავშვს მიხედე თუ ნახეში რუსები იმას გასვდა. მეტი არაფერი არ ვიცი რა. კი რავი, ახლა ყველაფერს ჩვენსაც გავაკეთებთ, ახლა ჩამოვედი ჯერ ზემოთ მინდორში ვიყავ, მეც რო გავიგე, ავედი მინდორში, მაგრამ ყველაფერი რაც ჩვენ გვეხება, ყველაფერს გავაკეთებთ და გორის რაიონის სოფელ კირბალის განაპირას სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა 33 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი დააკავეს. შიუკაშვილი მცირეწლოვან შულთან და ორ ნათესავთან ერთად ამ ტერიტორიაზე შეშის მოსაჭრელად იმყოფებოდა. დაკავებულის მეუღლის მანანა შიუკაშვილის განცხადებით დაკავებულმა ვერ შენიშნა ჩასაფრებული მესაზღვრეები, როდესაც მისი დაკავება მოხდა. ბავშვი წაყავდა, წაყვანილი და წაიყვანე და ეს გამოიქცე, ბავშვი გამოუშვეს. ორი გამოიქცეთ რუსებსა. ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებულებიო და გამოუვარდნენ და წაიყვანეს. გამოიქეციოთ, მაგრამ ვეღარ გამოქცეულა, ბავშვი ვერ დატოვა, თორე ამოქცევით ესეც გამოიქცეუდა. ბავშვი ვერ დატოვა მარტო კინაი და ეს გამოუშვეს ბავშვი და თვითონ წაიყვანეს. ტყეში ვიყავი წასულები მე მამა ჩემი დედა ჩემის ბიძაშვილი და ერთი ბიჭი კიდევ და ეგ სასაფლაოების ზემოდან იყვნენ ძეძვებს ჩასაფრებულები სამი რუსი და ორნი დაგვიჭირეს ჩვენა და ერთი გამოეკიდა იმ მათ ორნი რო იყვნენ კიდევ და ისინი ვერ დაიჭირეს და მამა ჩემი დაიჭირეს. ადგილობრივების ინფორმაციით სოციალურად დაუცველი შიუკაშვილები უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობენ. დაკავებულს შინ 4 მცირეწლოვანი შვილი და ეტლს მიჯაჭვული დედა ჰყავს. დაკავებული ალექსანდრე შიუკაშვილის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საზღვრისპირა სოფელ კირბალში, სადაც სულ რამოდენიმე საათის უკან ამავე სოფლის მაცხოვრებელი 33 წლის ალიკა შიუკაშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ალიკა შიუკაშვილი მცირეწლოვან შვილთან და ორ ნათესავთან ერთად შეშის მოსაჭრელად იმყოფებოდა, მაშინ როდესაც იგი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მისმა ორმა ნათესავმა გაქცევა შეძლო, ხოლო მისი მცირეწლოვანი შვილი რუსმა სამხედროებმა გაანთავისუფლეს. სოფელი კირბალი არის საზღვრისპირა სოფელი, თუმცა აქ გამყოფი ხლართები არ არის. შეგახსენებთ, რომ დღეს ეს უკვე დაკავების მეორე ფაქტია. ალიკა შიუკაშვილის დაკავებამდე სულ რამოდენიმე საათით ადრე საზღვრისპირა სოფელ წითელუბნიდან რუსმა სამხედროებმა 19 წლის ვასილ ხიდაშელი წაიყვანეს, მაშინ როდესაც იგი თავისივე თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცენტრის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ორივე დაკავებას, თუმცა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაკავება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. დაკავება მოხდა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპირებული ხაზის ეგრეთ წოდებული უკანონო კვეთისათვის. აღნიშნული ფაქტის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმირებულები არიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ. დღეს გორში დაახლოებით საღამოს 6 საათზე საავადმყოფოს ყოფილი შენობის ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა. ნგრევის დროს ადგილზე დაცვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე ქალაქ გორის მერი და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. შენობა ლტოლვილთა სამინისტროს კუთვნილებაშია და უახლოეს მომავალში დევნილი მოსახლეობის შესახლება იგეგმებოდა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. მიმდინარეობს გამოძიება. უნდა გააშენებული იყოს სახლი დევნილების შესასახლებად, ჩამოინგრა. დაახლოებით 1 საათის წინ. ჩემთვის რო გახდა ცნობილი, მე არ ვიყავი ქალაქში და დავბრუნდი ახლა. და აღმოვაჩინე, რომ მართლა ჩამონგრეულია. მიმდინარეობს მოკვლევა, მიზეზები არ არის ცნობილი. დაახლოებით 1 საათის წინ დამერეკა მცველმა ობიექტს იცავს კერძო დაცვა გრიფინი ასეთი და დამერეკა რომ კედლები ჩამოინგრევა, წყალზე ვიყავი გასული, ბალკონზე წყალი იყო, უნდა ამევსო და ხმაურიო მტვერი დადგაო და შევასარი მიხვდა ეთყობა რომ რაღაცა ხდებოდა და შევარდა და ეს ჩამოწვა. დაახლოებით 1.7-8 მეტრის რადიუსით ჩამოწვა მთელი ეს 4 სართული.
ხო და მაშინვე ჩამოვედი და როგორც მცველმა განმიმართა, დაშავებული არავინ არ არის. დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქართულ ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმის სამშვიდობო ექსპრესი ჩვენება და პროგრამის შედეგების პრეზენტაცია მოაწყო. აღნიშნული პროექტი ამ ფორმატით პირველია მთელს მსოფლიოში და მას ანალოგი არ ჰქონია. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართველი და ოსი სტუდენტები დღემდე მსგავს პროექტში ერთმანეთს არ შეხვდრიან და არ ჰქონიათ ასეთი გრძელვადიანი კომუნიკაცია და არაფორმალური ურთიერთობა. პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა იმ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს, რაც მიიღეს ოს თანატოლებთან ერთად პროექტის მსვლელობის პერიოდში. შეხვედრას სტუდენტები, მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. პროექტი თვითონ ითვალისწინებდა 10 ოსი და 10 ქართველი ახალგაზრდის მონაწილეობას, მათ შეხვედრას, დამეგობრებას, აზრების გაცვლას ერთმანეთთან და ასევე ფასეულობების დაახლოებას ერთმანეთთან. პროექტის ფარგლებში 10 ქართველმა და 20 ახალგაზრდამ თბილისიდან ავტობუსით იმოგზაურეს 5 ქვეყანაში ევროპაში. ეს ქალაქები იყო სტამბული, საბერძნეთში თესალონიკი, მაკედონია სკოპიე, სერბეთი ბელგრადი და კოსოვო, გრაჩანიცა და ასევე დედაქალაქი პრიშტინა. საინტერესო შეხვედრები იყო ძალიან. ეს ერთთავად გამოვიდა, ასე ვთქვათ, სასწავლო ტური მათთვის, იმიტომ რომ ბალკანეთის ნახევარკუნძული ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი სახის პრობლემები აწუხებს, მოუგვარებელი კონფლიქტები, ან არსებული კონფლიქტები. შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ახალგაზრდა ლიდერებს და სამთავრობო ანუ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პროექტის განმავლობაში ისინი 17 დღე ერთად მოგზაურობდნენ ავტობუსით და ნუ რა თქმა უნდა შესაბამისად ჩერდებოდნენ სხვადასხვა ქალაქში შეხვედრების გამართვის მიზნით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი ფილმი იქნა წარმოდგენილი დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ეხებოდა ქართველებისა და ოსების ურთიერთობას. ჩემი აზრით, ასეთ მსგავსი სახის შეხვედრები ყოველთვიურად მაინც უნდა იმართებოდეს გორში, თუნდაც სხვა ქალაქებში, რადგან ქართველებში და ზოგადად საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერების დონე ამ საკითხებთან დაკავშირებით და ქართველმა ბავშვებმა გაიცნონ ოსები ისე როგორც საკუთარი მეგობრები და არა მტრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ულოცავს. ისტორიული მოვლენის შესახებ განცხადება პრემიერმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51 სხდომის დასაწყისში გააკეთა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი ესწრებოდა. დღეს იმართება ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 51 სხდომა. სხდომის მთავარი მოხსენებელი გახლავთ ახალი მინისტრი ბატონი დავით ბაქრაძე. მე მინდა მას ვთხოვო, რომ დაიწყოს საკითხების წარმოდგენა. საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები მეზღვაურის სრულყოფილ განათლებას მიიღებენ. ახალი სასწავლო წლიდან ახალგაზრდები სამხედრო მეზღვაურის პროფესიას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაეუფლებიან. ამ მიზნით დღეს თავდაცვის სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს. კაპიტნის საკარიერო კურსის გამოშვება რა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, ასე ვთქვათ, ჯარისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ მათ მიიღეს შესაბამისი, ასე ვთქვათ, ცოდნა, გამოცდილება, რაც უნდა მიიტანონ და დანერგონ თვითონ უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში. მინდა ამასთან დაკავშირებით დიდი მადლობა მოუხადო ყველა იმ პიროვნებას, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ კურსის წარმატებით დამთავრებაში. მე ვფიქრობ, რომ მომავალში გვექნება ძალიან ბევრი ასეთი სახალისო, მისასალმებელი და ფრიად საჭირო გამოშვებები, რომლებიც დაგვჭირდება მომავალი ჯარის აღმავლობისათვის. ჩვენი სკოლის მიზანი არის შეღრმავებისთვის მოვამზადოთ კვალიფიციური ასეულის მეთაურები და ბატალიონის შტაბის ოფიცრები, რომლებიც სრულფასოვნად შეძლებენ ქვედანაყოფებში დაბრუნების შემდეგ ასეულის მეთაურის და შტაბის ოფიცრების რანგში შეასრულონ თავიანთი ამოცანები პირნათლად და შესაბამისად დასავლეთის, ასე ვთქვათ, სტანდარტებთან შესაბამისობაში.
დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კაპიტნის საკარიერო სკოლის კურს დამთავრებულთა გამოსაშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო პროცესის დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა მიულოცა და წარჩინებულ კურს დამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადასცა. ღონისძიებაზე კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორი მაიორი ვიაჩესლავ ჩეკალინი უწყებრივი მედლით დააჯილდოვეს. მას პირველი ხარისხის медали უმციკლო სამსახურისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტმა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ გადასცა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოიტანს თავის დადებით შედეგს იმ მიმართულებით და იმ განვითარებასთან დაკავშირებით, რასაც საზღვაო ძალები ქვია, სამხედრო საზღვაო ძალები ქვია, ვინაიდან იცით აქამდე არ ყოფილა ეს შანსი, დაკარგული ქონდა და დღეს გვეძლევა საშუალება, რათა მოვამზადოთ გარკვეული მიმართულების სპეციალისტები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ინვესტიცია მომავლისათვის, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს მომამზადოთ შესაბამისი საკადრისი, თუნდაც ასე ვთქვი, ეს არ არის ხმამაღალი სიტყვა, ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე, ის რაც ჭირდება დღევანდელ საქართველოს თავდაცვას. დღეს გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სამხედრო საზღვაო თანამშრომლობის სფეროში, რაც მიზნად ისახავს, რომ მხარეებს შორის მოხდება ერთობლივად მუშაობა საზღვაო სამხედრო პროგრამებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დარგის სპეციალისტებისთვის. ჩვენს სახელმწიფო საზღვაო ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩამოყალიბდება ფაკულტეტი სპეციალურად ამ მიზნებისთვის და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ. აკადემიას გარკვეული გამოცდილება აქვს სამ მიმართულებით. ჩვენ უკვე გავიარეთ კონსულტაციები სხვადასხვა სამხედრო საზღვაო უმაღლეს სასწავლებლებთან და ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვამზადოთ კარგი პროფესიონალი სპეციალისტები სამხედრო საზღვაო მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა მოსახლეობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას არა ძალადობას. კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა, რომლებიც ოჯახში ძალადობის საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში სპეციალურ ტრენინგზე არიან გადამზადებული, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მოსახლეობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. სამართალდამცავებმა მოქალაქეებს გააცნეს თუ რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. ბუკლეტებში მითითებულია ტელეფონის ნომრები. ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს ბუკლეტებში მითითებულ ნომრებზე და პოლიცია აუცილებლად დაიცავს მათ უფლებებს. ასევე საჭიროა ამ კამპანიაში საზოგადოების და მოსახლეობის ჩართულობა, რათა ერთიანი ძალისხმევით აღმოიფხვრას ეს პრობლემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქეები. გამოძიებიდან დადგინდა, რომ დაკავებულებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ემილი მუქერიას აჭარაში მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ქვიშა ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვების ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 100,000 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. მიმდინარე წლის 18 დეკემბერს თბილისში ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნულმა პირებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს წინასწარ გადასცეს მოთხოვნილი თანხის 20%, 20,000 ამერიკული დოლარი. გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს. ქრთამის მიცემის ფაქტზე ვამხილეთ და დავაკავეთ საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს აჭარაში მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ქვიშა ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვების ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 100,000 დოლარი შესთავაზეს. სანებულმა პირებმა ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს წინასწარ გადასცეს აღნიშნული თანხის ნაწილი 20,000 დოლარი. გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა 2 წლის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრო და პირადად გაეცნო სააგენტოში ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ სიახლეებს. ანგარიშის პრეზენტაციაზე მომსახურების სააგენტოში მოწვეულნი იყვნენ მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანგარიშის წარდგენისას სააგენტოში განხორციელებული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ
ვისაუბრა. ზურაბ ზუბადალაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ახალი 3D ფორმატის ბილეთების, ახალი ფორმისა და დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნების, საინფორმაციო მომსახურების ვადებისა და საფეხურების შემცირების და სხვა განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია. პრეზენტაციის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს 10 გამორჩეული თანამშრომელი სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა და სიგელები გადასცა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბ მიაფორსის და მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი ავტომობილები, სახელმწიფო სანომრე ნიშნების საბეჭდი დანადგარი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი 3D ფორმატის ბილეთები, სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების ამსახველი ვიდეორგოლი და საინფორმაციო ბუკლეტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2013-14 წლებში დანერგილი სიახლეების პრეზენტაცია გამართა. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შემუშავდა თეორიული გამოცდის 3D ფორმატის ბილეთები. საერთაშორისო მართვის მოწმობის ახალი ფორმატი. ასევე სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ახალი მოწმობა. 2014 წლის 1 იანვრიდან გამოიცა ახალი სანომრე ნიშანი. ასევე სერვისის ამაღლების მიზნით საინფორმაციო მომსახურებაზე შევამცირეთ ვადები და საფასური. ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე და მუდმივად შევეცდებით, რომ მოქალაქეებს მივაწოდოთ მაღალი და ევროპული სტანდარტების სერვისი. მე გახდით სააგენტოს ხელმძღვანელი 1 წლის წინ და ჩვენ დავიწყეთ ძალიან სერიოზული რეფორმები ამ მიმართულებით, ახალი ხელმძღვანელობა წარმატებით ახორციელებს დანერგი რეფორმებს, ეს ეხება ელექტრონულად გამარტივებულ მომსახურებას, ეხება ავტომატური გადაცემთა კოლოფის ავტომანქანებზე მართვის მოწმობების ჩაბარების შესაძლებლობას, ასევე გამარტივებული და ყოველგვარ ევროსტანდარტებთან მოქცეული 3D ბილეთების დანერგვა. ნამდვილად მიხარია, რომ ასეთი წარმატებით სრულდება ყველა ის დაგეგმილი რეფორმა და უახლოეს წლებშიც კიდევ ძალიან ბევრ სიახლეს შემოგთავაზებს სააგენტო და პრაქტიკულად ამით ის შეასრულებს თავის დავალებას და მოექცევა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ქვეშ. მადლობა მინდა მოუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს მოულოდნელი სიურპრიზი შემოგთავაზეს სასიამოვნო სიურპრიზი და დაჯილდოება განახორციელეს. დიდი მადლობა დაფასებისთვის, წარმატებისთვის და დღეს ჩვენ წარმოადგინეთ ის 2 წელიწადში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც დანერგილი და განხორციელებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავნერგოთ სიახლეები, რომლებიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მომსახურების მაღალი დონის განვითარებას მომსახურების სააგენტოში, რათა აქ მოსულმა ნებისმიერმა მსურველმა, ნებისმიერმა მოყვარებელმა მიიღოს მაღალი დონის მომსახურება და მიიღოს ევროპული დონის მომსახურება.